პოლიკა გადაობდა. მეც ეგრე მეგონა შეჩემა, მაგრამ სახში დავადექი და მამამისი გლოვობდა ძმაო, დაიღუპაო, ჩემი პაჭო ჯუნიორია. ვახ, ჩემი პაჭო. პოლიკაც კიდეჟე რო დაურეკე გაშტერებული იდგა ფოიეში, არც იმძრეოდა რამდენიმე წუთი. ხო, განიცდის შეჩემა, ეგეც ადამიანია მაინც რა. გაიოს 2 წუთი გავამყევი რა. რა ხდება პოლიკ? აქ მითხარი. მაინც ყველა ერთმანეთს უზიარებთ რაღაცებს პაჭოზე. აქ არა იყოს ისა წამო და ტუალეტში ვიტიროთ ძმა. კაი ხო, წამო. მაინც არ მეგონა ისე პაჭოს სიკვდილი რო ასე გაგიტყდებოდა პოლიკ რა. გამიტყდა არა ის ძმა, გამიტყდა რა. სტეკლოა? ხო? ვერ ხვდები რა ხდება აქ შეჩემა. პაჭო რო დაიღუპა, მაგას მივხვდი კაცო. მივხვდი რა ჭახანამ მითხრა. მოკლედ, რასაც ახლა გეტყვი, ჩვენ შორის უნდა დარჩეს. გაიგე? კაი? მოკლედ, პაჭო უეჭველი ემაილმა დაბრიდა ძმაო. რა? შეხوار გაიგე გაიგე. დავშვიდი. მოკლედ იმ დღეს დაურეკე პაჭოს. საღამო იყო. ვუთხარი რომ ტელევიზორის დაგააპდეითებინებ თქო რა, მაგრამ მაგას ხო სუუჭედავდა თამაშისას გამოსახულება. ხო? ხო და გავეღადავე რა და ესე ღადაობაში ტელევიზორი გავაფუჭებინე, გადაუწვი. რა? მამამის კიდე ხო იცი როგორც ევასებოდა ის ტელევიზორი. წესიერად ამიხსენი შეჩემა. მოკლედ მამამისმა რომ გაიგო პაჭოს ტელევიზორი გაუფუჭდა, გადაეკეტა და დაფრიდა ეგ შენი პაჭო, ხდები? შანსი არა. მეც გამოვშტერდი, ჭახანამ რომ დამირეკა იმენა გავშეშდი ძმა ესე დებილივით ვიდექი. მე მეგონა პაჭოს სიკვდილზე დარდობდი და ეგრე მაგიტომ იყავი. ვიზევ დარდობდი ძმა, კიმ ჩენინის საყვარელზე დარდობდი? მე სულ სხვა რაღაცაზე ვდარდობ. ის ტელევიზორი რო გაფუჭდა ხო ჩემი ბრალია. გამოძიება რომ დაიწყოს ემაილთან ერთად მეც დამიჭირონ შეიძლება, ხვდები? გიჭერენ და ღირსიც იქნები. აი მორალზე და რაღაცებზე მე ვიბაზროთ რა. ახლა პანაშვიდი ისე უნდა ჩავატაროთ, რომ ჩემზე ვერავინ ვერაფერი იეჭოს, ხვდები? მთელი ტირილი და ამბები ვინმე დოლდარმონი მოვიყვანოთ, მომღერალი ყველაფერი უნდა იყოს. ამ ერთხელ უნდა დამეხმარო გაიოს. აუ მე თავი დამანებე რა. ამ ერთხელ უნდა დამეხმარო. ამ ერთხელ უნდა დამეხმარო. ის რა ხდება ჩვენ დედაში ციტო? მომკალი და ვერ ხვდები რა გააფუჭა ეს ტელევიზორი ან რა მოსპო. ძველდება მამა რაღაცები, ადამიანები ძველდებიან და დიდი ამბავი, ხა ტელევიზორი თუ გაფუჭდა. ვიყიდოთ რა ახალი. მიდი და იყიდე მარტივი თუა. ოქრო წინა სამყაროში დარჩა. წვეტად მე აღარ მოხვაწეობ და შენმა მთელი მორალი მიკითხა მაგაზე. სამსახური 3 დღეა დავიწყე და საიდან ვიყიდო? ცოტა ფული კი მაქვს გადადებული, მაგრამ ეს 5000-მდე მაკლია მაინც. მიდი ერთი რუკაზე ნახე იმ ხელოსნის მაღაზია სადა არა? დამჯდარი იყო ჩემი ტელეფონი და სატენზე დავტოვე სახლში. მაინც ვერ ხვდები რამ გააფუჭა ეს ტელევიზორი. ბებია შენს კი ვაბრალებ, მაგრამ ეგ რო წავიდა მაგის მერე მე ვუყურებდი კაცო და ჩაულებრივად მუშაობდა. მე დასაწულად წავედი და რა? ბოლოს შენ დარჩი ტელევიზორთან. კაი რა მამა. მაგრამ შენ დარჩი ტელევიზორთან ახლა გამახსენდა. გეშლება რაღაც. რა მეშლება კაცო YouTube-ზე ეჯექი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომენტებს. მე ავდექი მე და წავედი საქმე გქონდა მე და დედა შენს ოთახში რაღაც და შენ დარჩი. ისა 1-2-3 მომისმინი ახლა შვილო. ცხოვრებაში ბევრი სირობა ხდება და შეცდომები ყველას მოგდის. ნეგარა აგრეხი. გრეხი ისა, კაცრო შეცდომის აღიარება არ შეუძლია. შენ გააფუჭე ტელევიზორი? აუ გეხვეწები არ გაგიჟდე რა. არა რა უნდა გავგიჟდე კაცო, მითხარი სიმართლე. მე მამა შენი იმისთვის ვარ, ვერჩი რო დაგიდგესო. აი, ნუ დარესტარტებას ვაპირებდი. ხო, მერე? მაგრამ შტებცელიდან გამოვაძრე. მერე? და მგონი მთელი სისტემა დაუწვი თუ წავუშალე, შემთხვევით. არ გაგიჟდე რა, გეხვეწები. შემთხვევით მომივიდა. მამა. შემდეგი. გამარჯობა გოგონა. მოკლედ აბორტის გაკეთება მინდა და რომ დაგვაყვალიანოთ რა. აბორტი? აბორტი? ხო, აბორტი თუ რაც ქვია. და პაციენტი სად არის? მე ვარ პაციენტი და აი ამ ბავშვის აბორტი მინდა რომ გავაკეთოთ.
1 2 და 3 არ გაამართლა და ნუ მიზეზებს რა მნიშვნელობა აქვს მოცილება მინდა მოკლედ. ბატონო, ეს ბავშვი უკვე დაბადებულია 19 წლის იქნება. რანაირად უნდა გავაკეთოთ ავი? სხვებს რანაირადაც უკეთებთ ისე გავაკეთოთ აკაც. არ შეიძლება ბატონო, ეს ბავშვი უკვე დაბადებულია და გაზრდილი. ანუ რა გამოდის კაცო ცხოვრების ბოლომდე შემეტენა მე ეს ბავშვი? მამა, კაი რა, გეყოს. ხმას თუ იღებ შენ? მე მგონი ახლა ჯობია საერთოდ პოლიციაში დავრეკო. პოლიცია? დი, კაი იდეა, მაგრამ ჩასვამინ ასეთ პატარა ციხეში? მე არა, შენ კი. ვუი, წავედით კაცო, 1 2 და 3 ამ ქვეყანაში ხო ვერაფერს ვერ გააკეთებ კაცი. ხელოსალთან მივალთ და ტელევიზორს თუ ვერ გააკეთებს, მე თვითონ გაგიკეთებ მაგაბაროთ სიცოდე. ხმერთო რა დავაშავე. ეგ არის რა, დარბაზი მოგვარებულია. ყვავილებს კლასელები ჩალიჩობენ და შუქს დავაბარე ტელევიზორი, რომ იბერიის მომენტები გადიოდეს რა სულ ეკრანზე. უყვარდა ცხონებულს ეგ გუნდი. არტურ არ აშვება. სასახლეზე იჩალიჩა? კი, უნდა მოვიდეს წესით მალე. პროსტა ძმაო, მაგას თუ ქართული არ ვასწავლეთ, გამალახინებს თავს. უი ბიჭო, დოლი და დუდუკი მოვიდა. მარტო რატო არიან? მომღერალიც უნდა იყოს. გაუმარჯოს. გამარჯობა გენაცვალე, ვიზიარებთ ტკივის და მწუხარებას. ჰო, ნათელი და სანთელი და ამბები. მომღერალი სადა? ერთი სიმღერა ხო შევუკეთეთ? ამ გელი მოვა აუცილებლად, მაგან ეგრე იცისო, თავის დროზე მიდის და თავის დროზე გადის. რომელი სიმღერა შევუკეთეთ თქვენ? ყანწი როა, ეგ ევასებოდა ცხონებულს. ნუ ევასებოდა რა, ეხა გადაობდა რა მაგ მუსიკაზე და გაუსწორდება წესით ახლა რომ დაუგრათ. არ იქნება შვილო პრობლემა, უბრალოდ უბორნია საით არის ხო ვერ მიგვასწავლით. აგერ გაიოზი განახებთ უბორნიას. წაუბძანდით განახებთ ტუალეტს. უბრალოდ რომ იცოდეთ უნიტაზები მაღალი აყენია. ხო და ბავშვები რომ ვერ წვდებით, ზედ ვდგებით ხოლმე და ისევ ვსავთ. ამიტომ ზედ დაჯდომას არ გირჩევთ. ოლიქ ძმა, ვიჩალიჩიცა ვატანე, მაგარი ჩათლახი ტიპი იყო, გამყიდველეთ 15 კაფიქზე მეტის დაკლება ვერ გავაკეთებინეთო. ეს რა არის ძმა? სასახლეა ძმა. შებიჭა, სიყვარა გაქვს. ნეშველება რამე ჯიმა? დაიცა აბა ერთი, შევხედო კარგად. ტელევიზორს დედა აქვს პულიცმაო, ტელევიზორს დედა აქვს პულიცმაო. ტელევიზორს დედა ქონია მყული პაჭო. მე რომ ცოდოდა აქ ესეთი სიტუაცია იქნებოდა, ვაფშე არ მოკიდებდი ხეს ძმაო. როცოდო და კაცი ეს სიტუაცია იყო, ვაფშე არ მოკიდებდა თურმე ხელს პაჭო. всё, გაკეთდა. რა? მე ძმაო, ამის მეტი რა მიკეთებია. საღოლჭიმა შენ ყოფილყარ ვინც ყოფილყარ? ერთხელ ჩემს მეზობელს გაუფუჭდა ტელევიზორი. შევთხოვით აირია და ტელევიზორის მაგივრად თავისი ცოლი მომიყვანა აქ. ცოლს დედა ქონდა მ***ული ძმაო, ცოლს დედა ქონდა მ***ული ძმაო. მეთქი მე უმკურნალებ ქალბატონს თქოდა. ო კაი ჯიმა კაი, მოდი ერთი ჩავრთოთ რა. ნახოთ თუ მუშაობს და გადაგიხდი და წავალ. იტუ ირთვება. ეს არის გავაკეთეო წიე? რა ვიცი, ჩემი მეზობლის ცოლს ზუსტად ესე უმკურნალე და კი გამოკეთდა და მე რა ვიცი ძმაო. იგარიე? რას აკეთებ მამა? ნუ რას შეშავ. ვერ ხედავ რასაც ვაკეთებ? საფლავს მithri? საფლავს არა იმას გითხრე, ბაბუა ჩემს განძი აქვს სადღაც დამალული. მთელი სოფელი გადავთხარე და ვერ ვიპოვე. იქნება აქ იყოს დამალული თქო ვიფიქრე. სხვა ვარიანტი მე აღარ ვიცი აბა. შენ რო აქ გადმოხვედი ბაბუა 100 წლის იყო უკვე მაგასაკში, სახლში. ოქროს ისე ვერ დაგიმარხავდა რომ ვერ გაგეგო. აუ პაჭო დამანებე თავი ეხა თორე მართლა შენ საფლავად გადავაქცევ აქაურობას გიფიცები. ნეგარის ცხოვრება, ეგ არის. ხარ შენთვის მშვიდად წყნარად ზაუცებ სიურპრიზი. ვერ ისვენებს ცხოვრება ისე რომ რაღაცა შარში არ გაგხვიოს და არ მოგიკლას ცხოვრების სურვილი საერთოდ. ისდეც ბიჭო, საფლავს თხრის ტიპი. ვაიმე. ემაილბიძია, გამარჯობა. რა ხდება ჭახანო? თელი ბანდა შეკრებილ ხართ. შენ ისეთი თავიანო ეს მეგრელები რატო არ გევასება ბიჭო, ჰა? საიდან მოიტანეთ, გიждები მეგრელებზე. და ჩაშვება არ ვიცი კიდე ხალხის, საერთოდ. რა გჭირს ბიჭო შენ? მოკლედ ემაილბიძია, თქვენი მწუხარების გასაზიარებლად მოვედით რა. პაჭოს გვინდა რომ პანაშვიდი გადაუხადოთ სკოლაში. რა?
ჩემს ტელევიზორს? ვაიმე ბიჭო, მგონი იცის ტელევიზორზე დამენძრა. არა, რა ტელევიზორს კაცო, პაჭო ხო დაიღუპა და გვინდა რომ ერთი დღე სკოლაში დავასვენოთ რა. მოსწავლეები გამოვემშვიდობებით და რამე. ბაჭოს პანაშვიდი? ფულსაც უაგროვებთ, რომ სასახლის დამკვრელების მომღერლის ფული გადავიხადოთ და რას დარჩება თქვენ ჩაგირიცხავთ, ოღონდ არ მოგკლათ. პოლიკმი ჯვი ბიჭო რა გჭირს. მაიცა, ფულს აგროვებთ? ხო რა, პატივისცემის გამოხატვის ამბავში რა. მე მგონი ღმერთი მართლა არსებობს, სიმონ. ერთი ორი და სამი რა შვები გენაცვალოს მამა. ჰა? ჩქიმ ჭიჭე თოფურია ვინ არის? რა გინდა მამა? არაფერი კაცო, მივხვდი რომ დღეს ზედმეტი მომივიდა შენთან, მაინც და მაინც რამე უნდა მინდოდეს. რავი კი? არა შვილო, მე ეგრე მიცნობ. ისე ერთი პატარა სათხოვარი კი მაქვს. ეს შემისრულე და ტელევიზორის ამბავს ვაფშე დავიკიდებ ჩათვალე რომ გავსწორდით. კაი ხო, რა გინდა? მოკლედ ახლა ქვემოთ შენი ძმაკაცები გელოდებიან. მე აგიყვან ხელში, შენ ბრატ უნდა მოაჩვენო თავი რა. დაგასვენებ სკოლაში და შენი სკოლელები დაგიტირებენ და მთელი ამბები. ფულს აკრიფავენ და მე ამ ფულს მოგწებენ ჩვენ და ტელევიზორსაც ვიყიდით. ოღონდ არ გადაირიო ახლა. აჰა. ანუ ჩემს კლასელებს უთხარი რომ მოკვდი, ხო? ბიჭო, არა სასწაულია გეუბნები, ჩქიმ დიდაზგი პუჭვა არ მithქვამს. 1 2 და 3 ღვთის ნიშანია პირდაპირ. თავისით მოვიდნენ, თავისით გონიათ რომ მოკვდი. სასწაული არ არის? მამა შემეშვი რა. ვალდებული ხარ? რა ვალდებული ვარ? ვალდებული ხარ ხო ზუსტად? რას პოდავ? დედის ტრაქს რო ურესეტებდი ტელევიზორს ხო კაი იყო? ეგ შემთხვევით მოხდა. მისმინე ახლა მკვდრის როლს ითამაშებ და სასახლეშიც ჩაწვევი. თუ არა და მიწა გათხელი მაქვს უკვე ქვემოთ. კაი, ვთქვათ დაგთანხმდი. იმიტომ არა რომ გეთანხმები, იმიტომ რომ ტელევიზორი მართლა მე გავაბუჯე. მე რას აპირებ? ჰა? ფულს რო აიღებ და მე რო აღმოჩნდება რომ ცოცხალი ვარ. მე რას აპირებ? ბიჭო, შენ მარტო გვარით ხარ მეგრელი? ვიტყვი რომ რაღაცა წამალი დაულევია შეცდომით ხო და გაითიშათქო და მკვდარი გვეგონათქო. იმ ფულს უკან არავინ არ მოგთხოვს. აუ, გეხვეწები არ გამაკეთებინო ეგ რა. უნდა გააკეთო, თუ არა და მთელი წელი თაქში იცოდე. სკოლა და შენი ოთახი. მეტი ვერსად ვერ წახვალ, საერთოდ მთელი წელი ეგრე მოგიწევს გდება. ვაი. ვა. ფულს თქვენთან წერთ ხო? კი ძმაო, ოღონდ ერთი წუთი რა. ისმენაბა. რამდენს წერენ ისე ზოგადად მოსწავლეები? მე მინდა რომ ცოტა მეტი დავდო რა. ჰა? ვიზიარე პატონო ემაილ. მადლობა შვილო, მადლობა. რით გარდაიცვალა? პლუგენგენ ხოლენით ჩაწერე შენ ფული? აი ეგერ წითელ თვალებიანი ადამიანის მაგვარი არსება როზის, მაგასთან მიდი და დაგაკვალიანებს. კარგი, მუსიკა შევწყვიტოთ ცოტა ხნით. მინდა სიტყვა წარმოთქვა ჩვენი მეგობრის, ჩვენი ძმაკაცის და უბრალოდ არტახი ადამიანის საპატივცემულოდ. არც კი მჯერა რომ ამას ვაკეთებ. ბაჭო, ყურად ვაოფე გაპარტახებულ. ვართ ხუმუშ კომუაოფე თირთა ვარხანგი. მუჭოთ თაში ირიათო ორცადუ სკოლაში ბუფეტის ოფედუკოთე ოჭკუბა. ჩქიმ აზრით, ხუმუშ ელარჯუჯგუ. თიშენ ნამდა ღემუშ მეტინუშ გემოაუღ. ოდო ელარჯის ვალიშ გემოუდუ დომანგარო ასწორეთს. თენარდუმუშ რაგადი მოკუდუნ. თორონდკ ოჭხუნუას თიშურ. მადლობა. დაბუძგლა, მაგრამ რა თქვა? მე რა ვიცი, ტიპი რა დონეზეა ჩაციკლული, მეგრულიც კი იცის. ახლა კი ბატონი მგელი შეასრულებს სიმღერას ბაჭოს საპატივცემულოდ. აუ ბიჭო, გიჟია, მაინც მოიყვანა ეს მგელი.
აბა ედიე გამოწიე ვა ეს უკვე მეტის მეტია თქვენ ბიჭო შიქ ხო არა გაქვთ მიცვალებული ადგა ამის დედავატირა რა დავრჩიო ტელევიზორად მოგეთმინა ბიჭო ცოტაყანი კიდე მომისვინე ახლა წავიდეთ ჩემი PlayStation-ი გავყიდოთ მაგთან ხას დაამატებ და ტელევიზორსაც იყიდი რა სერიოზულად კი სერიოზულად ოღონდ ერთი პირობით GTA 6 რო გამოვა PS5 ეგრევე მიყიდი მოსულა მოსულა